მოგესალმებით მეგობრებო, შუაგულ ევროპიდან, მოკლედ ახლა მოვდივარ სტრასბურგიდან, საიდანაც მინდა დიდი სიყვარულით მივესალმო ნაციონალ-ქოციონალების პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თავის ნაძირალა აპარატთან ერთად, თავის ნაძირალა პარლამენტარებთან ერთად, რომლებმაც ეს ნაძირალა არსება აირჩიეს და დანიშნეს საქართველოს სახალხო დამცველად და ვიყავი სტრასბურგში ამათვის წმინდა ადგილზე, იმ ადგილზე, სადაც ყველაფერი სტრასბურგული ამათვის გასაგებია და სხვა ენაზე ამათ არ ესმით. მოდივარ ახლა იქედან. მქონდა არაოფიციალური შეხვედრები, ჯერობით არაოფიციალური იქედან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი რთულად ასაწყობი არის თავიდან ბოლომდე და პირადი კონტაქტების დონეზე იყო, როგორც კარგად იცით, ვინც ადევნებდა თვალს, ჩემი გვერდს გუშინ ჩემი ძმა დავითი იყო მისული იქ ევროსაბჭოში, სტრასბურგის, სადაც ხდება გაერთიანებული ევროპის, ასე რომ ვთქვათ, პოლიტიკოსების შეკრება და სადაც მუდამ იწონებენ თავს ამან თქვა ასე, იმან თქვა სტრასბურგში ასე და ჩააბარა ზუსტად ის დანაშაულებების სია, რომელიც დანაშაულებების სიაც ნაციონალურ-ქოციონალურმა რეჟიმმა, კონკრეტულად კი ნინო ლომჯარიამ და მისმა მფარველებმა ჩაიდინეს ის, რომ ხმა არ მოიღეს თავის დროზე ბავშვობის წამების კადრებთან დაკავშირებულად, რომელზეც პროკურატურაშიც საქმე არის აღძრული, ასევე ხმა არ მოიღეს იმ 8 ნოემბრის თემასთან დაკავშირებით, როდესაც ქართველი ბავშვები გამოყენებული იქნენ გეი პორნო ფილმში, მშობლების თანხმობის გარეშე და რომლის გამოც რომ მივედით ჩვენ და დაზარალებული მშობელი მივიყვანეთ სტრასბურგში რაღა ლომჯარიას კანტორაში, სისხლის სამართლის საქმე აქეთ აღვიძრეს, იქედან გამომდინარე, რომ თურმე ნინო ლომჯარიას ხელი შეეშალა მუშაობაში და რა თქმა უნდა, ამათვის ადგილზე ქართველი კაცის სიტყვა არაფერს ნიშნავს და იძულებული გავხდით, არა მარტო ამ საქმეებზე, სხვა ძალიან ბევრ საქმეებზე, იგივე დაზარალებული სამხედროების საქმეებზე, რომელზეც 472 საჩივარი და მოთხოვნა იყო, რომელზეც არც ერთზე არც სამხედრო ომბუდსმენს და არც ნინო ლომჯარიას ხმა არ მოუღია და არც ეკა ბესელიები თუ ბოსელიები რო არიან, მაგ უფლებად დამცველებად რომ მოაქვთ თავი და თქვენ რო განახათ ეს საცოდავი არსებები რა დღეში არიან, ან აქედან როგორ ჩანს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო რა დღეში არის. და შევხვდით ჩვენ ამ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომელსაც გადავეცით ეს ყველაფერი დამადასტურებელი მასალა. გუშინ დავითის მასალების გადაცემის შემდეგ საქმე იმაში იყო, რომ მე თვითონ როგორც თვითმხილველი და ამ ფაქტების უშუალო მონაწილე, ამ შემთხვევების რაც ხდებოდა, შუაგულ, ასე რომ ვთქვათ, გერმანიიდან ჩავედი პირადად, გავესაუბრე, დაუდასტურე, დოკუმენტალურად ჩაუტანი ასევე თარგმნილი დოკუმენტები, რომლებიც ადრე თუ გვიან თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებენ და აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი მიტანილი იქ, სადაც უნდა იქნას მიტანილი. ლომჯარია შენ ნაძირალა არსება და დღეს აგერ ახლა უყურებ და ბავშვების შიმშილობაზე და ამაზე ერთი ამბავია ატეხილი. აი ამ ნაბიჭვარ აპარატში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ქვია, სადაც ეს ნაძირალა კახპაც არ ქვია ამ ადამიანს. ავიცი რაღაცა ჰიბრიდული წარმოშობის გენდერი ამბობს, რომ ისა რა ქვია, უფლებები არ ირღვევა, ახლა გაგახსენდათ ის, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და რომ 77000 ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და ნინო ლომჯარიას 99000 აქვს ხელფასი და პრემიები და დანამატები და ისევე მის ულუაშიან ნაძირალა რაგვარი არის, აღარ მახსოვს გადაშენდა რაგვარისა ნებისმიერი გვარი შემარცხენელი, ყველა სათითაულოდ ვინც არიან იქ და ზიან და ბიუჯეტის ხარჯზე ცხებიან და მხოლოდ გეის საჯდომი ახსოვს და ამათი ამოღებული ხმა არავის გაუგია. სუსტად ეს ყველაფერი მამტკიცებელი მასალები იქნა გადაცემული და მოგეთხოვება ადრე თუ გვიან ყველასთან მოვა, ისევე როგორც იზორიასთან მიაკაკუნა სამართალმა და აუცილებლად მიაკაკუნებს ბოლომდე. ჩვენ გვაიძულეთ ხო ამ ყველაფერში, რომ ტყავი გაგვეძრო და გვემოქმედა. კი ბატონო, ნახავთ, აბა თქვენაირი გაქსუებული ნაბიჭურები მოიგებენ თუ ჩვენაირი სიმართლის ადამიანები, რომლების სასაცილოდ რო არ ყოფნიდათ, მაგათ ვინ უსმენენო და საშუალება აქვს ვინმეს რამე. თქვენთვის მეტი არაფერი არ არსებობს. თქვენთვის არსებობს ფული და თქვენთვის არსებობს სკამი.
ჩვენთვის არსებობს სიმართლე ჩვენი ქვეყნისთვის.